მიდი გაიკო. მიდი ბაია, მელოდია. მოგეთ, დღეს ორშაბათი, როგორც ყოველთვის, რჩევები ავტო მფლობელებს, ავტომოყვარულებს მელოდისგან, ძალიან კარგად მიდის ყველაფერი. ბაიასგან, არა მელოდისგან. ხო, მაგრამ მელოდი ისეთ რჩევებს გვაძლევს და პრინციპში ისე გვიმართლებს ყველაფერს და ისე გვაჩვენებს ყველა პრობლემას, რომ შეიძლება ვერმა გადაიფიქროს საერთოდ რომ გახდეს ავტომობილი, იმიტომ რომ არა, როგორი ძალიან ადვილი გონიათ, ხშირად, როდესაც იღებენ მართვის მოწმობას, მაგრამ ესეთი ადვილიც არ არის. ბევრი დაბრკოლებაა, მოკეთ მათ შორის წვიმა. ხო, ბოლოს შენი სტუმრობები საუბრობთ წელიწადის დროები და ტარების მანერა. ახლა დღეს საუბრობთ ამინდი და ტარების მანერა. თუმცა მე ორი წამი მადლობა მინდა გადაუხადო, იმიტომ რომ იმდენ რამეზე დავფიქრდი და იმდენი რამე არ მწოდნია. თუმცა როდესაც თუნდაც ორმოებში რომ ვარდებოდი, მე სულ მეჭირა ტორმუზზე ფეხი. მუხრუჭზე. გასაგებად რომ ვამბობ, თქვა მუხრუჭზე და ისე ნელა ჩავდიოდი. და დღეს მითხრა 25 მეტრიც არ არის ბევრიო, ესე მითხრა. ვინც არ ვიყურებ და ვიმეორებ რომ არავითარ შემთხვევაში მუხრუჭზე ფეხი არ შეიძლება ფეხი დაახვა გავაშე და მუხრუჭზე. ამის ყველაფრის მადლობის ნიშნად ბაიკომ დაგიდგა ეს. კიდევ ბევრი რამ, მაგრამ დღეს ასევე ძალიან საინტერესოა. გასწრიმარზე და წვიმაში ხლა. ხო, ნუ წვიმა საკმაოდ რთულია და ნუ ერთ-ერთი რთული შევადარებულ ზამთარსაც, ზამთარში ის მაინც ვიცით რომ გამოკენულია და თოვლია. წვიმაში შეიძლება შეიცვალოს, ხო, მოგატყუოს ძალიან და ნუ თან არის პერიოდები, ახალი დაწყებული წვიმა, ცოტა მერე წვიმა, როცა უკვე ძალიან დიდი ნაკადები. ხო და ნუ ასე შემდეგ ბევრი ნიუანსებია პრინციპში და თავარია ვიცოდეთ როდის როგორ შეიძლება მოიქცეს ჩვენი ავტომობილი და როგორ შევეწინააღმდეგოთ ამაზე და ყველაფერი პრინციპში მე მარტივდება როცა იცი ყველაფერი მარტივია. ანუ დავიწყებ იმით, როცა თავიდან მოდის წვიმა, როცა ახალი დაწყებულია წვიმა, მაშინ რატო არის რომ ნუ ყველა ვიცით რომ ცურავს. საშიშია. ახლა დაწყებული და საშიშია და პაპაპაპა ვიზახთ რომ საშიშია. ხო, ნუ არის საშიშია თქმა უნდა. ეს იმიტომ რომ გარკვეული ცხიმი მაინც გინდა არგინა გზის საფარზე ედება, ანუ გამონაბოლქვისგან დაგროვილი ავტომობილებისგან დაგროვილი, თუნდაც საბურავების ნაცვლები დაგროვილი ზემოდან რაღაც ფენა ესეთ რომელსაც პრინციპში ისე ვერ ხედავთ, მაგრამ მწვერი როგორც ამბობენ. ხეების მწვერი გამონადენი, მისოქი ნიადაგიდან რაღაც წვენებით, რაღაც სხვადასხვა სითხის და ასე შემდეგ. ნუ ბევრი სანამ კარგად გარეცხავს პრობლემაა. კი, ანუ ეს როგორც පිටახსოვდება, ეს მასა იქცევა ძალიან ხელ, მაგრამ ძალიან რეალა ფენა. კი, და შესაბამისად ავტომობილი არ გამორჩილება და მოხუჭება რთულია, მოხუჭება ნებისმიერი მანევრი ძალიან რთულია. ამიტომ როდესაც თავიდან იწყება ხო, უნდა ვეცადოთ რომ პირველი სიჩქარე დავაგდოთ, დავალოდოთ იმას რომ გადაირებს ხან თუნდაც. მაგიტო პარალიზებული ქალაქი როგორც კი წვეთი ჩამოვარდება? ხო, მაგრამ ეხლა მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეთ, წვიმა იწყება თუ არა, ეს ანუ ვიცით რომ სიჩქარე უნდა დავაგდოთ და მთელი ქალაქი ჩერდება, საერთოდ ვერ გადავიგდება. ესე თუნდაც არ არის საქმე, ანუ ისე თქვა მინდა, ხო, თუ სიჩქარე არ აღემატება სადღაც 50 კმ/სთ, ხო, ანუ ქალაქის ტემპით როცა მოძრაობს, პრინციპში ჩვენ შეგვიძლია თითქმის დინამიკის შეუცვლად განვაგრძოთ მოძრაობა. რატო? იმიტომ რომ მოხუჭებს მოჭიდების ის ექნება. იმიტომ რომ ამ დაბალ სიჩქარეზე ხო განსხვავება მივიღოთ დაახლოებით არის ჩვენი სამოხუჭე ზოლები რო ხდება, მივიღოთ 1 მეტრი ნახევარი და ესეთი რაღაც და შუალედი მაინც დატოვებული გვაქვს გვინდა არ გვინდა როცა მოძრაობთ. ამიტომ შეიძლება პრინციპში ჩვეულებრივ ტემპში განვაგრძოთ სიარული, ოღონდ რთულდება რა, რომ სარკეებში უფრო ცუდად ჩანს, წვეთები საერთოდ ფარავს და მით უმეტეს თუ უკვე აი გარდამავალია რომ ღამდება საერთოდ ჩანს წვეთები ირეკლავს, საიდან მოდის ავტომობილი და რა მანძილზეა, ამასაც მაშუქები ირთვება სხვა მანქანებით, ის თუმა ირეკლავს იმებს როგორც გამოდიდებელი შუშა და პრობლემა. კარგავ ორიენტაციას და ამაზე უფრო მეტად ამახვილებ ყურადღებას, და რეალურად ის ყველაფერი ისევ ისე ხდება, არ არის საპრობლემო, უბრალოდ ვიცოდეთ რომ ყველაფერი ისევ ისე ხდება, ისევ ისე მოძრაობს და ეს რაღაცები მატყუ არა
ტიპები არიან, ვინც ცდილობს რომ მოგვატყუოს და ამას არ მივაქციოთ იმდენად ყურადღება, ზოგადად მხედველობაში გქონდეს, უფრო ფართედ გავშალოთ მხედველობა და ვიცოდეთ რომ სად ვინ მოძრაობს. აი ზუსტად ამ მხედველობის გაუარესების გამო არ ჯობია თქვა სიჩქარის დაკლება მაინც. რა თქმა უნდა, სიჩქარის დაკლება ჯობია. ვინაიდან შეიძლება მოგეჩვენოს რომ ის ავტომობილი უფრო ახლოს არის, ან უფრო შორს არის, თქვა. ისედაც გზა შეიძლება უფრო სრიალებდეს ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში, მაგრამ მე მაგას ვიძახი, როდესაც ახლა საცობში ვართ, ან ძალიან დაბალ სიჩქარეზე 20-30 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობთ ისედაც, ხო? იქ აზრი არა, კიდევ უფრო დაკლებას. თუ სიტყვაზე სანაპიროზე ვართ, სადაც უკვე 70 კილომეტრის სიჩქარეს ვახსენეთ, იქ თუ 50-ით წავალ, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ვინიცობაა და რაღაცა შეიცვალოს ჩვენგან მოულოდნელად, ხო? მოვახერხოთ რეაგირება. ჯერ ერთი ნებისმიერ შემთხვევაში თქვათ, რომ თამიდი ხარ ზომიერი სიჩქარით, ყოველთვის მეტი ყველა სიტუაციაში, თოლშიც მეტი შანსი გაქვს, რომ აიცილო თავიდან ეს თუ ის რაღაცა შემთხვევა. როგორც აჭარბოს სიჩქარეს შანსებიც მცირდება. რა თქმა უნდა. წვიმის ცვალებადობას საერთოდ სიძლიერის დახასიათის ცვალებადობას საერთოდ იცვლება მანქანის ტარების წესი. რა თქმა უნდა. აი ძლიერი წვიმის დროს. აი განვავცოთ, გავაგზელოთ. პირველი რომ ის რომ ძალიან ცურავს თავიდან, მე როცა უკვე წვიმა რაღაცა პერიოდის განაგრძობს, არა შეიძლება არ გაძლიერდეს უბრალოდ რაღაცა პერიოდი განაგრძობს 1.5 საათი უკვე წვიმს. ამჟამად შესაბამისად გზა გადაირეცხება, თან ბევრი ავტომობილი, რაც უფრო ბევრი ავტომობილი მოძრაობს, მით უფრო კარგად გაირეცხება გზირდაპირი და ის თუ კარგ საბურავებზე ვდგავართ, ანუ საბურავების თემას შემდეგ მოვყვება. ხო, აუცილებლად. ეს მაგაზინი ავისაუბროთ. და როგორ შევაფასოთ რა ზოგადად საბურავები? ხო, თუ კარგ საბურავებზე, ნორმალურად კარგ საბურავებზე ვდგავართ, ხო, ნუ პრინციპში დიდი სხვაობა არ ექნება მას ჩვეულებრივ. ხო, როცა ისე ვიმეორებ, როდესაც ეხება ნორმალურ სიჩქარეს. საქმე და არა გადაჭარბებულს. თუ გადავაჭარბეს, იქ უკვე ძალიან იზრდება. ჩვენ ნახეთ რომ შალზეც კი 4-ჯერ გაიზარდა. აი რა შეიძლება მოხდეს? აი ძალიან გადავაჭარბეს სიჩქარეს არის სველი. აი მაქსიმალურად ცუდი შედეგი. ორიდან ერთი რა. ერთი რომ ინერცია საერთოდ მიგვაქანებს ავტომობილი იქეწავა, საჭის საერთოდ უწონობაში გადავა, ანუ მოუხოთ არაფერს არ შეცვლის. პირდაპირ იქეწავა საერთოდ მიდიოდა. როგორც ყინულზე რა ფაქტორია ანალოგიური. პირდაპირ წავალს და ნუ მეორე შეიძლება პირიქით მოხოვა დაიწყოს და შემოცურდეს. ანუ ავტომობილი დაძრეალდეს და ნუ დაძრეალებული ავტომობილი. ადრიფტო რა. ხო, ნუ მართლა შესაძლებელია თუ ეს იცი რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე ადამიანმა შეიძლება იცოდნენ. შესაბამისად უმართავი ხდება ავტომობილი. თან მაგ შემთხვევაში ის თანამედროვე სისტემები საერთოდ ვერ გეხმარება. პირიქით უარესია, იგივე ეს ABS-ები და სამუხრუჭე სისტემები და დამცავი რაღაცები, იმიტომ რომ ავტომობილი ცდილობს რომ გასწორდეს და ამასობაში უფრო სხვაგან მიდის რა. იმიტომ რომ შენ არ იცი როგორ უნდა დაატრიალო რული. არა, მნიშვნელობა არა შეიძლება ის ელექტრონიკა თავისთვის იბძვის და ეს სწორედ სადღაც კომპრომისზე ხონა წასული იყვნენ რა, როცა ABS სისტემას ქმნიდნენ. ხო, ეს უფრო დაბალი პროცენტია იმისი, რომ ესეთი საგზაო შემთხვევა მოგიწევს, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში გეხმარება და ესეთ შემთხვევაში პირიქით, ანუ ავტომობილი ჩვენ ვიყოთ მოდერატორები რა ამ სისტემებს შორის. ხო, ნუ პროფესიონალებს შესაბამისად არა აქვს არანაირი ელექტრონული სისტემები ავტომობილში, იმიტომ რომ თვითონ მართავდეს თავიდან ბოლომდე თავზე. ასე უფრო იმედიანად იქნება. ამ შემთხვევაში უბრალოდ მუხურს დავადგავთ და დავალოდოთ რა მოხდება, სხვას ვერაფერს ვერ იზამ, თორსა მართვა დავკარგეთ. ანუ მე დიდი წვიმის დროს ვერ მესოდი წვიმაში ვარ, მე ვიწყებს პატარა წვიმი. დიდი წვიმის დროს, როდესაც ნუ ისეთი ქუჩები გვარგუნა თავრობამ, რომ ზოგჯერ დიდი გუბის გადავლა. ზოგჯერ აი საბროთ აქ ამოდის წყალი. და აი ყოველთვის როდესაც ესეთი მანქანის ფერი ძირი რო ერეცხება ხოლმე ესე რომ გადიხარ. მაგრამ ერთხელ მეჩქარა გავიარე და გამიხეთქა ძრავი. ხო და მასაშიშროები გარდა არასასიამოვნო შეგრძნება. ამისთვის პრინციპში გაწუთული ფეხით მოსიარულეების. ამისთვის პრინციპში მოგიტანეთ მულტიპლიკაცია, ცოტა მე ვნახოთ. ჯერ ავხსნი რა ხდება ამ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ხდება ის რომ როცა შევდივარ დიდ გუბეში, ხო, ეგრეთ წოდებული აკვაპლანირებაში ვარდებით, იმიტომ რომ საბურავსა და გზის საფარს შორის რჩება წყლის ფენა, რასაც ვერ ახერხებს საბურავი რომ გამოდევნოს. და ანუ პრინციპში ნახოთ ეს მულტიპლიკაციაც როგორ გამოიყურება ეს, ანუ თუ შევარდით წყალში ავტომობილის საბურავი რაღაცა პერიოდის მანძილზე, ანუ აი წყალში შევიდა, გამოდევნას ახერხებს და რაღაც სიჩქარეს თუ მიაღწია, თუ მით უმეტეს მაღალია სიჩქარე,
და პროტექტორის არ აქვს ღრმა, ვერ მოხერხდება გამოდევნება და აიწევა მაღლა, ხედავთ და ანუ გზის საფარსა და საბურავს შორის წყლის ფენა, შესაბამისად ავტომობილი აბსოლუტურად უმართავია. ჰაერშია? ხო, ჰაერში ადის, ხო, ანუ წყალზე მიდის რა და უმართავი ხდება, ანუ ეს ყველა შეგვიძლია. ეს არის აი პროტექტორიდან როგორ გამოიდევნება წყალი, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა პროტექტორს თავისი რაღაც კოეფიციენტი აქვს, რაზე მეტის გამოდევნაც არ შეუძლია. ხო, და ანუ ამ შემთხვევაში აი ხედავთ, ანუ ესე გამოიდევნება, რატო არის ეს? ყველა მიცის, რომ დაუშვათ წვიმის პროტექტორია უიძახენ, რეალურად წვიმის არ არის, არის აკოპლანერების საწინააღმდეგო პროტექტორი, როცა ესეთია. დავაკვირდეთ ჩაოლურ საბურავს და უპროტექტორო მოვიტანეთ ამ შემთხვევაში და მეორე პროტექტორიანიდან წყალი გამოიდევნება ის მაინც რჩება გზის ზედაპირზე, თუ პროტექტორი დაბალია, ანუ მით უმეტეს საერთოდ არ აქვს, ხო იქ წყალი ვერსად ვერ გამოიდევნება, ანუ ფენა რჩება საბურავსა და გზის საფარს შორის და შესაბამისად აბსოლუტურად უმართავია. კი, აბსოლუტურად უმართავია. აბსოლუტურად უმართავია. ავტომობილი მნიშვნელობა არ აქვს რა შვები. წყალზე დადიხარ. ამ დროს როგორ უნდა მოიქცეთ მაინც ხო ამ დროს რო ვიცოდეთ რა გვინდა არ გვინდა წყლის შეფერხება ხო სიჩქარეს მაინც აგდებს ავტომობილის და თუ რომელიმე ერთ მხარეს არის გუბე ხო ცდილობს ავტომობილი იქეთ წაიყვანოს ანუ რომელიც აგდებს სიჩქარეს გებძვის საჭე მყარად უნდა დავიჭეროთ ამ შემთხვევაში შეიძლება მოგვახვევინოს კიდევაც თუ ერთ მხარეს არის გუბე ხო დავინახეთ რომ გუბეა და ვერ ვწდებით ხო უბრალოდ საჭეს მყარად ვიჭერთ და შევედით ამ გუბეში თუ ვატყობთ რომ ავტომობილის სხვა მხარეს წაიღო ხო მიაქანებს ხო სულ ოდნავ შეიძლება შევცვალოთ საჭე ბევრი არ უნდა მოუხვიოთ ამასაც ახსნი რატო და უნდა დავალოდოთ სანამ ყარ ადგილას არ გავა. სიჩქარეს აქვს სისწრაფეს მანქანისას მნიშვნელობა ეს აკოპლანირება ნებისმიერ შემთხვევაში ხარ ხდება თუ ნელა მივდივარ. თუ სიჩქარე დაბალია ხო ყველა ვარიანტში მიაღწევს გზის საფარამდე ნელა თუ გაივლი მხარში გზის საფარზე შეიძლება ავტომობილი თლიანად ჩაიძიროს მაგრამ გზის საფარზე დარჩება საბურავი ხო გააჩინა წყლის სიღრმეს. რაც უფრო მაღალია სიჩქარე და რაც უფრო მაღალია წყლის ფენა და რაც უფრო არ აქვს პროტექტორები ხო და რაც უფრო არ აქვს პროტექტორები ჯამში მით უფრო აერში. აი ხა ვისაც გადაულია გვაცა აი მაღალი სიჩქარეთ ამაზე არ არსებობს რომ არ იგზნო რომ ესე წყალი გიხავს რა და წერს აქეთი და მე აი მაგალითს მოვიყვან აეროპორტის ტრასაზე არის ესეთი ერთი გაუთვლელი ესეთი ადგილი სადაც ნაკადი მოდის წყლის თხელი ფენა ეს მდინარესავით როცა დიდი წვიმაა და ეს ყველა ხო ნაკადების ალბათობა ძალიან დიდია რა ანუ ალბათობა იმის რომ ნაკადი მოდიდეს რომელიც თითქმის უხილავია შენ გონია რომ არაფერი მოვინეთ რა ერთი შეკითხვა ნაკადზე გამახსენდა ნაკადზე ვცხოვრობ ნაკადზე მოვიდეთ ხოლმე სამსახურში ძირითადად ნაკადზე როდესაც გაჩერებული მყავს მანქანა დიდია ხო იცით ახლა მაისი მოდის თან სასწაული წვიმები ზოგჯერ გამიხედია ფანჯდა და ნახევარი ბორბალია ხოლმე დაფარული და შეიძლება წაიღო აკოპლანირებაში შევიდეს გაჩერებული მანქანა გაჩერებული მანქანა მაშინ უნდა ნახევრამდე მოეწონოს ხო ავტომობილის ნახევრამდე ანუ ბორბალს არა უშოთნი მაინც სამსახურამდე ჩამოიტას აქ მოახერხავ არა შეიძლება გავლა ის კი არა და მდინარეშიც კი ალბათ გაჩერებული მანქანას გამოძრავებს ავტომობილი არა გაჩერებული ავტომობილს ვერ წაიღებს თუ ძალიან დიდი ნაკადი არ არის და თან თუ ძალიან დიდი დაღმართი არ არის თუ ნელა გადავივლით ხო არაფერი პრობლემა არ იქნება მაგაზე რამე მე ეს გაფცი რა თუ ჩქარა გადავივლით ოდნავ ჩქარაც ეყოფა იმისთვის რომ ჰაერში და გვერდზე გაგვასწრებს დიდი ორმო იყო და მაგრად წვიმდა და იყო სავსე და ჩემი გაიარა ჯიპმა და ეს წყალი რო გაფანტა მე ჩავყევი რა და მე შეგამომეწია რომ ცხვირი ჩავიდა შემოვიდა ეს წყალი და ის აერო მქონდა ღია როგორც გაირკვა და შეიტანა ძრავში და ჰიდროდარტყმა მიაყენა და ახეთქა ეს ძრავი რა ამ დროს მაგ დროს როგორ უნდა მოიქცე აი ესეც რო უთხრა კი ბატონო მეგონა რომ თავს დამეცა ბლოკები რა სახლი რა იმიტომ რომ გასკადა მთელი ძრავი გახეთქა ეს წყალი შეიტანა ჰიდროდარტყმა ქვია რა მაგ კი თუ პროცესი ახსნი ზოგადად რა ხდება მაგ დროს ანუ რას ნიშნავს ეს ჰიდროდარტყმა მაინც ხო აწვიზაც მოკვეს კი მე გავშევიდა დარტყმები გადაწყვეტილი და ეხა აღარაფერი აღარ მოქმედებს ანუ ასე თქვა წყალი რო დაალევინო ვის ავტომობილს ახლოს ვიქცრავდა საიდან ჰაერი ჩადის ხო იქ ის ხო იწოს პერსასტრუქტივით არის რა იწოს ჰაერს მე ბენზინი და ფეთქება ხდება ხო და აი რო იწოს პერსასტრუქტივით იქ თუ წყალი მიუშვი ხო ის დალევს ამ წყალს და წყალი ხო ვერ შეიქმნება როგორც ჰაერი რა და შესაბამისად მიიღებს დარტყმას და საერთოდ გაანადგურებს ძრავს ესე ვერ გავიგე რა ქონდა ღია
არაფერი საჰაეროსთან არ უნდა მიწდეს წყალი. ყველა ავტომობილისთან ეს საჰაერო აქვს სხვადასხვანაირი. თუ გარეთაა გამოყოფილი თუ ძალიან ჩაუღრმავდებით რომ ამ ავტომობილებს ჩვენი ავტომობილი თუ გვინდა ვიცოდეთ და თუ პრეტენზია გვაქვს რომ ძალიან მაგრებია რომ უნდა ვიპოვოთ სად აქვს ეს საჰაერო რა ზოგს აქვს ხმალპერში ზოგს აქვს ზემოთ იმასთან რა ქვია ხუბთან კაპოტთან ზოგს აქვს საერთოდ შიგნით ჯიპებს მაგალითად წითელი ჯიპებს და თუ გვინახავს გარედან ეს დაყოლებული რო აქვს რაღაცა პლასტიკია ეს არის საჰაერო რაღაცა პრაღაზიმამ თავის მოყვა მე ჩემ პრობლემას მოვყიდე ძალიან ბევრს ალბათ ესედა ეს გამარჯობა მეორე ბაიაძვალიშვილი ძალიან მე პრობლემაა იცით რა როცა უცბად აცივდება აი მოულოდნელად ვარ სახში და გულსებ წამოვიდა წვიმა ჩავჯექი მანქანაში და მომენტალურად ორთქლდება კარგი თემა დაიგე შემაქეთ კარგი ყველას აწუხებს ყველას აწუხებს იმიტომ რომ ყველას მე უჭირავს ხოლმე ტილო რომელიც აი ესე უსვავ შუშებს და ეს შუშები უარესი ხდება კი ბატონო აი იყიდე სიცხე რომელსაც წავუსო და აღარ დაიურო არა ჩართა გათბობა აი ზუსტად მივდივარ იქამდე რომ უნდა ჩავთოთ გათბობა ხო გამწოვი არა და უნდა ჩავთოთ კონდიციონერი არა და უნდა ჩავთოთ კონდიციონერი რომელიც არ მოშალ ისე რა ხო არ უნდა შევეხოთ შუშას თუ შევეხეთ ის ნიშნავს რომ თუმეტე თუ დაღამდა საერთოდ ეს სადღაც ალაკავდება ხო დაიკარგება საერთოდ სივრცე რა ამიტომ თუ გავწმინდავთ რაღაც მაინც უნდა ქაღალდით უნდა გავწმინდოთ ანუ საერთოდ უნდა გავწმინდოთ რომ კარგად გაიწმინდოს თუ არა და ჯობია არ შევეხოთ როგორც კი თუ გვაქვს რა თქმა უნდა კონდიციონერი როგორც კი ჩავთოთ კონდიციონერს ისიერად გასუფთავდება თითქოს კონდიციონერს გავიყიდე გილაკებიც არის რა მაგალითად როგორ მანქანას ავტომობილებს მithumetes აქვს პირდაპირ აწვევი ზემოთ და თვითონ თავს ავტომატურად კონდიციონერს რომ საერთოდ გაამშრალოს ეს ტემპერატურის ამბავია ხო შიგნით მანქანის სხვა ტემპერატურაა გარედან და ეს როგორც ფანჯარა იორთხილება სახში ანუ ჩვენ გვინდა არ გვინდა როცა წვიმს ხო სველი ჟლებით ხო როგორც მინიმუმ ფერსისმელი მაინც არის იქიდან ორთქლდება და ეს ორთქლი არის რაც უკვე დათქმულს არ უნდა იყოს ვაც და რა თქმა უნდა სანამ დავძრავთ მანქანას სასროლე მანამდე ჩავთოთ და მანამდე მოხდეს ეს 2 წუთის ისერად გასუფთავდება და რაღაცა მომენტის მერე შეიძლება გადავთოთ იმიტომ რომ ამას არ შველის ფაჯრის ჩაწევა მე არ მინდა რომ დარჩეს ხალხს დამეშილება რომ დათქმული შეიძლება იყოს მარტო თუ ჰიდრო დარტყმა მიიღო შემოძრავმა რა ისედაც ბევრია ისე ბარემ დავასრულოთ იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემაა თან მithumetes ჩვენი გზებიდან გამომდინარე სადაც დიდი გუბეები არის ხო ანუ ეს პრობლემა დგას რიგ შემთხვევაში რა და თანამედროვე ავტომობილი მithumetes უკვე გააკეთეს რომ გინდა არ გინდა ესეთ სიტუაციაში ვარდები როცა მაღალი სიჩქარით მიდიხარ ამიტომ მაღალი სიჩქარით გავლა ურჩევნია ავტომობილს ანუ წავს გააპობს ალბათობაა რომ შეიძინოს და არ ხდება იმიტომ რომ უმეტეს ავტომობილებს რა აქვს მოწყობილი ისი აქვს ის დაფარული სასუნთქი ანუ საიდან შედის ანუ ამ ბამპერთან არის ან კაპოტთან ისე განთავსებული რომ პირველ დარტყმა წყლის გვერდზე იპობა და ის მაინც ახერხებს რომ ჰაერი ისუნთქოს რა და თუ ნელა შევედით და იმ სიღრმემდე მიაღწია სადაც ის სასუნთქი ხო პირდაპირ არაფერი პრობლემა არ აქვს იმას იმიტომ დალიოს ეს წყალი დალევს და ზრავს გავანადგურებთ აბსოლუტურად რა ხო გაიგო დარტყმაზე კიდე ერთი ბუნებრივი მოვლენა უნდა გამახსნას სეტყვა იგივე პრინციპები მუშაობს სეტყვის დროს რაც თქვა ძლიერი წვიმის დროს ხო თუ საფარი როდესაც ეს სეტყვა უკვე დებს იმიტომ რომ გახსოვს მე და გვანცა ერთხელ გადაღებიდან მოვდიოდი და მოვყევით ისეთ სეტყვას ლეიბი ჟელის მაგას დავაფარო და ხო რომ იძულებული ვიყავით გავჩერებულიყავით საერთოდ ისკენ ნუ თუ სეტყვა ძალიან მარტივი რჩევას მიცემ პრინციპში ჩვენს მაყურებელს რომ უბრალოდ უძებნოთ ხო სადმე ეს არის რაც შევაფარებთ იმიტომ როგორც მინიმუმ ავტომობილს დააზიანებთ რაც შეეხება ხო მართვას ხო თუ გარკვეულწილად დაგროვდა რა თქმა უნდა ენურია რა ფაქტობრივად ძივი რო დაგიყაროს ფეხით რო ვერ გაიგოს იცით აი აქ მინდა ერთი შეკითხვა რომელიც ასე სულ ჰაერში კიდია და ვერავინ პასუხი ვერ გამსა თუმცა ამბობენ აი არის თქვა პარპრიზის შუშა ის გატყდეს აი თუნდაც ერთი რაღაცა კენჭის ან დაიწყდეს და ამიტომ ეშინია თქონე წინა შუშა წინა საქარე შუშა ხო არასდროს ისე არ დაიფშნება ან გვერდთან შუშები არის სპეციალურად არის უკუსაური შუშა არ გიყენია რა იქნებოდეს გვერდთან შეიძლება ესეთი ყოფილიყო რომ არ დაფშვნილი იყო იმიტომ რომ წინა საქარე მინაში არის შიგნით სპეციალური დამცავი ფენა ან ორი ფენისგან შედგება ბადესავით ხო შიგნით იწებავს და შეგვიძლია დაიფშნას შეიძლება სულ დაიფშნას მაგრამ შიგნით არ ჩამოიყენებს
იკრება ის მაინც ფორმას ინარჩუნებს, უნდა გაჭრა და გახიო ის რომ არა ძირითადად აი ხოშკაკალს რო ლაპარაკობ და ზარი შეიძლება გაბზაროს, მაგრამ ის არ გაწდება რომ თვალებში შემოგვეყაროს, ეს არის ნუ წარმოებლებს ეს პირდაპირ როცა ასხავენ შუშებს და კუსტარულია იქ ვაია ის გამორიცხული იქ რო ხდება შუშა იგივე იფშხება გეყრება სახში კუსტარული აგეთებენ კიდე რეგისტრიაში არის იმიტომ რომ ნუ საკმაოდ რთულია ესეთი არასტანდარტულ ავტომობილებზე იშოუ წინა საქარემინა ამიტომ არის ჩამოსხმა და მაგასაც აქვს ბარემ გვერდზე რატო არის რომ გვერდზე ისე შემოწიოლად ტყდება რომ მოყვიან საგზაო შემთხვევაში რაღაც ესეთი ხო უნდა შეეძლოს გარეთ ხო და გამოიყენოს ავტომობილიდან კი ამიტომ არის უკანა საქარემინაც სწორედ ისე იოლად იმტრევა იმიტომ რომ უკანა ალბათობა იმის რომ უკანა ჩაგიტყდეს როცა წინ მიდიხარ და თვალებს შემოგიყარო თითქმის არ არის ხო ესეა და ერთი რჩევები მე მოგხსენე კიდე აი შეტყვა რომ მოძა რომ მაგრამ ურაკონებს მანქანას და ცუდი ხმარო არის რა ვარ ხსენე ურთასმენები რა გაიგეთო მუსკაზაოს უშველი და სირაქლემას პრინციპი რას მოვყავთ ისეთ ადგილას ახალგზაზე სადაც ერთადერთი ესტაკადა და ყველა იმის ქვეშ უნდა დადადგა მანქანა შეიძლება გაგიფუჭოს მანქანა შეიძლება არა თუ ისე ძლიერი სიტყვა ამდენჯერ ყოფილა ხო რომ დასეწყვილია უბრალოდ ძალიან ჩქარა მაინც არ წავიდეთ რომ არ სიჩქარე არ მოუმატოთ სიტყვას ავასპრო ვერ გას არა ვერ წავიდეთ იმიტომ რომ არა ესეთი ვერსია ძალიან დაბალი იყო ხო კითხვა დაუსვამ ჩემთვის ესეთი ვერსიაც ყოფილა რომ უფრო ჩქარა აი ძალიან ჩქარა წავიდეო რა ხო ნაკლები დამეცემა და ქარი ხო ესე მიდის ჭრის და პირიქით არ არის უფრო იმაკეთებს სტარტიზალა ერთი კი აისხლიტე მაგრამ მეორე რომელიც წინ იყო ის ფიზიკაში ყავდა ორიანი ვიცი წინას ესეთ ამით ხშირად ნისლიც ახლავს ხოლმე ნისლის თემა თუ ვინ თავისი ნისლის ალბათ ფაქტი უნდა გავიხილოს ეგ ახლა თემა ნისლი არის ყველაზე ნისლის ბევრი ნიუანსი აქვს და მეგონა ჩართე ნისლის საწინააღმდეგო ფარები და მაგრამ გიშველის მარტო ნისლის არც არაფერს არ მე ერთხელ მოვყევი მე გავაჩერე მაგრამ ცოტა დაველოდე რა ესეთი ნისლი კი უნდა გააჩერო დაველოდე უბრალოდ 25 კი არა 1 მეტრზე არ იყო ხილვადობა და ერთი ის ვიცი რომ აი შორის მანათობელი ფარები არ უნდა ჩართო ხო არაფერს პირიქით ანუ კედელი აღიმართება შენს წინ თუ აჩერებ ავარიულები უნდა ქონდეს ჩართული სხვა მანქანა არ დაგეჯახოს მე ესე ვიცი ზოგადად ნებისმიერ ავტომობილის მართვის დროს როგორც არ უნდა იყოს ნისლი ღამე ადრე მნიშვნელობა არ აქვს უნდა მართოთ ისე რამდენადაც ხედავთ და ამას ვაკონტროლებთ სიტუაციას თუ შევატყვეთ რომ სიტუაციას ვერ ვაკონტროლებთ ამ ძალიან მოკლეა ხედველობა ხო როგორც არ უნდა გვეჩქარებოდეს მოჩქარებს მომგანას დავადარიმართო უბრალოდ ვერ დაინახავს საით უნდა წახვიდე ხო გავჩერდეთ თუ აღარ ვაკონტროლებთ დავებართა იქა რაჭის გოლტეხილზე და კუთხეში გადავაკეთე რაც შეიძლებოდა მართლა ვერ წავიდოდი გამორიცხულიყო იმიტომ რომ ერთ-ერთი მანქანა უფარებოდ გამომიარა უშუმაშუქებოდა კი რაღაც დამარტყეს და მე გავჩერე აურლივ ჩერდა პერიოდულად ეხლა საყურსაც ვაძლევდი ხოლმე გიჟვით მარტო შეგე რა გარდა რა შეგეხედა აი შენ რაც თქვი თავზე მოქმედებს თუ არა ტვიზებს რა მაგას ვიფიქრებდი სამიხარ არ მოგეცა აქ ვარ ჯამბრასდები გვაცა რაც სიმართლე იმაზე როგორ უნდა გაბრაზდე გვაცა აღიარება შემდეგში ასაპირებ ეხლა საბურავები თუ ნისლი არ თქვა სიურპრიზია კაი სიურპრიზია სიურპრიზი შემდეგ ორშაბათს მე მარტო არ იქნება მელოდი და არ იქნება სულიერი არსი მელოდი რაღაცა ისე მე მომდრო ნისლი ხوار გავაკეთე სტუდიაში მეთქი რა მოზადებული ყოფილი მელოდი სიურპრიზით დაგვიბრუნდება შემდეგ ორშაბათს ჩვენ ახლა აკვაპლანირებით რეკლამაზე გავალთ და უმხურესოდ მადლობა ძალიან ბევრი პოზიციაში არ იყო პროტესტები არ მქონია დიდი მადლობა ბევრ ამას ვითვალისწინებ მართლა რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით